ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ სულთმოფენობის, ანუ სამებობის დღესასწაული. სულთმოფენობა არის დაგვირგვინება საღმრთო განგებულებისა კაცთა ცხონების შესახებ. საღმრთო განგებულების კულმინაცია იწყება მაცხოვრის განკაცებით და დასრულდება სწორედ აი სულთმოფენობის დღესასწაულით. მაცხოვრის აღდგომა ეს იყო საწინდარი, დასაბამი კაცთა მოდგმის აღდგომისა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო თავად ადამიანების აღდგომა. აღდგომის შემდგომ საჭირო იყო იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების დამკვიდრება ცათასასუფეველში და ადამიანური ბუნების განღმრთობა. და აი სწორედ მას შემდეგ რაც მოხდა და ეს მოხდა ამაღლებას აღდგომიდან მე-40 დღეს და ის სწორედ ცხოვარი აცხოვრის ამაღლების შემდეგ მე-10 დღეს ზეციდან დედამიწაზე გარდამოვიდა სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ცეცხლის ენების სახით დაადგრა ქრისტეს მოწაფეებს, რომელიც შეკრებილნი იყვნენ და ელოდნენ მისი აღთქმის შესაბამისად, რომ უნდა შემოსილიყვნენ ზეციური მადლით, ზეციური ძალით. ასე უთხრა მაცხოვარმა ამაღლებამდე მოციქულებს, ნუ განეშორებით იერუსალიმს, ვიდრე არ შეიმოსებით ძალით, მაღლით მოსული ძალით. და ის სწორედ ეს მოხდა ამაღლებიდან მე-10 დღეს და აი ეს იყო გვირგვინი სწორედ სულთმოფენობის ჟამს მოხდა ადამიანთა მკვდრეთით აღდგომა. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომელიც პირველად განთავისუფლდნენ სულიერი სიკვდილისაგან, ეშმაკის ტყვეობისაგან და ცოდვის საპყრობილისაგან. აი სწორედ მაშინ მართალია აღდგომას მაცხოვრმა შემუსრა ჯოჯოხეთი, მაგრამ ეს იყო საწინდარი იმისა, რომ ყველა ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებდა, ყველა ის გახდებოდა ღირსი იმისა, რომ მიეღო მადლი სულისაწმინდისა, რაც ნიშნავს კვლავ სიცოცხლესთან დაბრუნებას, სიცოცხლეში დაბრუნებას. სიკვდილი, რომელიც შესახებაც უფალმა უთხრა პირველ ადამიანებს, პირველეს ყოვლისა იგულისხმებოდა ამ სიკვდილში სულიერი სიკვდილი. როდესაც პირველმა ადამიანმა შესწოდეს, მათზე ახსოვდა სულიერი სიკვდილის აღთქმა, რომ გაწყდა კავშირი ღვთაებრივ სიცოცხლესთან. და რასაკვირველია, ადამიანი ღვთის მადლის გარეშე ვერასოდეს ვერ დაამარცხებს ცოდვას. პირიქით, ცოდვა სულ უფრო და უფრო ამარცხებდა ადამიანს და ამას ერქვა ეს იყო სწორედ სიკვდილის სრული ესე იგი მეუფება, სიკვდილის
აბსოლუტური ძალაუფლება, რომლიდანაც ვერავინ ვერ გამოვიდოდა, რატომ? იმიტომ რომ ღვთის მადლის გარეშე ადამიანს არ შეუძლია დაამარცხოს ცოდვა, ხოლო ცოდვის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერასოდეს ვერ შეუერთდება ღმერთს. მხოლოდ ცოდვისაგან თავისუფალი ადამიანი შეუერთდება ღმერთს და რადგანაც ადამიანს და კაცთა მოდგმას არ შეეძლო საკუთარი ძალებით ცოდვის დაძლევა, ამიტომ განკაცდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ამიტომ შემუსრა მან ჯოჯოხეთი და ყველას, ვისაც სურდა და დღესაც სურს, რომ განთავისუფლდეს სიკვდილის ტყვეობისაგან, ეშმაკის მონობისაგან, ცოდვის ხელმწიფებისაგან, ყველამ უნდა ითხოვოს უფლისაგან ეს განმანთავისუფლებელი მადლი. და უფალი ბრძანებს, რომ ვისაც ექნება რწმენა იესო ქრისტესი, ის გახდება ღირსი ამ მადლის მიღებისა და რწმენა იესო ქრისტესი ნიშნავს, რომ აღიარება იმისა, რომ მხოლოდ უფლის დახმარებით, მხოლოდ უფლის მადლით ადამიანი განთავისუფლდება ცოდვის მონებისაგან და მოხდება მისი ახლიდან დაბადება, ანუ მისი სულიერი მკვდრეთით აღდგომა. აი სწორედ ის ადამიანები, ვინც ქრისტე იწამეს, ვინც მის სიცოცხლეში მისი მოწაფეები გახდნენ, აი ამ ადამიანებიდან რჩეული 120 მოწაფე იყო შეკრებილი და ელოდა სულიწმინდის მადლის გარდამოსვლას და ეს მადლი სულისაწმინდისა გარდამოვიდა ცეცხლის ენების სახით, დაადგრა მათზე და მოხდა მთავარი, მოხდა 60-ში ცოდვის შედეგად გაწყვეტილი კავშირის აღდგენა, კვლავ ადამიანის სული გახდა ჭურჭელი სულისაწმინდისა, კვლავ პიროვნება ადამიანისა გახდა ტაძარი ღვთისა, როგორც იყო ცოდვით დაცემამდე 60-ში. ანუ ფაქტიურად 60 დაბრუნდა დედამიწას. იმ ადამიანების პიროვნებაში, რომელნიც კვლავ შეუერთდნენ ღმერთს და აი ამ შეერთებას ღმერთთან და აი ამ ესე იგი აღდგენას ამ კავშირისა მოწაფეთა კრებულის მიერ ეწოდა ეკლესია, ანუ საზოგადოება, რომელიც არის შეერთებული ღვთის მადლით ღმერთთან და ერთმანეთთან. აი ეს არის ეკლესია, ეს არის სულიწმინდის მადლით ღმერთთან და ერთმანეთთან შეერთებული საზოგადოება. ამიტომ ეს დღე ამავე დროს სულთმოფენობა არის ეკლესიის დაბადების დღე. ანუ ეკლესია სხვა არაფერია თუ არა ადგილი ღვთისა და ადამიანს შორის დარღვეული კავშირის აღდგენისა და შემდეგ უკვე როცა ეს კავშირი აღდგება, ამ კავშირის მცველი, რომელიც ინარჩუნებს ამ კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ნათლობის შემდეგ ადამიანი ახლიდან იბადება, ადამიანი ხდება ჭურჭელი სულისაწმინდისა, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა შეცდომების გამო, სხვადასხვა ცოდვების გამო, ეს კავშირი თანდათან სუსტდება და საფრთხე იქმნება იმისა, რომ გაწყდეს ეს კავშირი, მაგრამ ღმერთმა ისევ და ისევ მოგცა საშუალება, რომ ეს კავშირი, როდესაც რაიმე დააზიანებს, ეს აღმოფხრათ ეს ზიანი, ეს ნეულება და როგორ აღმოიფხრება ეს ნეულება, როცა ადამიანი ითხოვს ღმერთისგან შენდობას, თუ ეს გულწრფელია, თუ ეს მთელი არსებით, ადამიანი სრულიად ისევ ახლიდან იბადება, ამიტომ წმინდა მამები ხშირად აღსარებას უწოდებდნენ მეორედ ნათლობას და როგორც ნათლობაში წყლით განბანვა არის ადამიანის განწმენდა ყველა ცოდვებისაგან, ასევე და მირონცხება კიდევ არის სულიწმინდის მადლის მიღება, ასევე აღსარების შემდეგ ზიარება არის სულიწმინდის მადლის კვლავ დამკვიდრება ადამიანის სულში. მხოლოდ განწმენდილი სული მიიღებს სულიწმინდას, ამიტომ სწორედ ეს ნათლობა, ეს არის განწმენდა და მირონცხება არის
აი ამ განწმენდილ სულში სულიწმინდის მადლის დამკვიდრება. აი ეს ხდება ეკლესიაში მონათლული ადამიანი, როდესაც შესწოდავს, იგი ახსარებით კვლავ განიწმინდება და კვლავ ხდება ღირსი, რომ მასში დამკვიდრეს მადლის სულისაწმინდისა. აი ეს არის საოცრება, როდესაც ჩვენ არა მარტო ღმერთი აგვადგენს თავისთან კავშირში, არამედ იცავს ამ კავშირს და გვეხმარება, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეს კავშირი იყოს უწყვეტი, რომ ჩვენ ამ ქვეყნიური ცხოვრების შემდეგ გავაგრძელოთ ესეთი განუყოფელი კავშირი ღვთაებრივ ბუნებასთან, ანუ დავმკვიდრდეთ ცათა სასუფეველში. აი ეს არის საოცარი, ესე ვთქვათ, შინაარსი ამ დღესასწაულისა და რატომ ქვია კიდევ სამებობა. სამებობა ქვია მას იმიტომ, რომ გაცხადდა ყოვლადწმინდა სამება. კაცობრიობამ ქრისტეს შობამდე იცოდა მამა ღმერთი, შემდეგ მან იხილა ძე ღმერთი განკაცებული და შემდეგ მან იხილა და მიიღო სულიწმინდა ღმერთი. ამიტომ სამება დამკვიდრდა სულიწმინდა ღმერთის საშუალებით, სამება დამკვიდრდა ადამიანში და ადამიანი გახდა ტაძარი ღვთისა და აი ასეთი ადამიანების საკრებულოს ეწოდება ეკლესია. ამიტომ არის ეკლესია ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი ხვდება ღმერთს, სადაც იგი აღადგენს მასთან გაწყვეტილ კავშირს და სადაც იგი იცავს ამ კავშირს დაზიანებისაგან და რასაკვირველია გაწყვეტისაგან. სხვა ადგილი, სხვა საშუალება, რომ ადამიანმა ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღადგინოს და შეინარჩუნოს, არ არსებობს. ამიტომ თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ის შეძლებს ღმერთთან კავშირის შენარჩუნებას ეკლესიის საიდუმლო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის გარეშე, ეს არის შეცდომა და ეს არის დამღუპელი, იმიტომ რომ ცოდვები მატულობს, ადამიანი ცილდება ღმერთს და სულიწმინდის მადლის სულკლებულობს და შეიძლება საბოლოოდ გაწყდეს კიდევაც ეს კავშირი, ისე რომ ადამიანმა ეს ბოლომდე ვერც გაიაზროს. აი ამიტომ აუცილებელია საეკლესიო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და მარადიული განახლება ჩვენი სულიერი ძალებისა, აღსარებით და ზიარებით და გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ სულთმოფენობის დღესასწაულს, სამებობას და დავამატებდი ასე ეკლესიის დაბადების დღეს. ეკლესია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არის სხეული ქრისტეს თითო, ხოლო იესო ქრისტე გახლავთ ღმერთკაცი, რომლის პიროვნებაშიც არის შეერთებული განუყოფლად ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ღვთაებრივი ორგანიზმის, ღმერთკაცობრივი ორგანიზმის წევრები ვხდებით, ჩვენი ადამიანური ბუნება უერთდება ღვთაებრივ ბუნებას. მხოლოდ ქრისტეში, მხოლოდ მის ორგანიზმში, მის ასე ვთქვათ, წიაღში ხდება ეს კავშირი. როცა სანამ ჩვენ ვართ ქრისტეში, ჩვენ ვართ შეერთებული სწორედ უფალთან და ქრისტეში ყოფნა კი როგორც უკვე ვთქვით, მოციქულთა სწავლების მიხედვით და თავად უფლის სწავლების მიხედვით ნიშნავს დედა ეკლესიის წიაღში ყოფნას, რადგან მხოლოდ დედა ეკლესია არის სხეული ქრისტესი და მათ ხო არის ბრძანებს, რომ ეკლესიას ბოროტება ვერ დაამარცხებს. ანუ ეს არის ადგილი, სადაც არ არის ცდომილება და სადაც ბოროტება ვერ დაამარცხებს სათნოებას. ცოდვა ვერ დაამარცხებს სათნოებას, სადაც მოქმედებს მადლის სულისაწმინდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკურლევანთა აღმავსებელი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დედა ეკლესიის წიაღში შეგვაძლებინოს გამთლიანება ჩვენი ერისა, როგორც იყო ისტორიულად ჩვენი ერი გადარჩა, იმიტომ რომ იგი დედა ეკლესიის წიაღში იყო დამკვიდრებული და აი ჟამთასიავემ ჩვენ დაგვაშორა და დაწყებულია ეკლესიის წიაღში დაბრუნება, ეს დაიწყო პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრებით და ჩვენ ვიხილეთ, რომ მისი გარდაცვალებით ეს გამთლიანება, აი ამ სულიერებაში
აი თითქოს სულთმოფენობა იყო, აი მისი გარდაცვალების შემდგომი დღეები, აი სული წმინდის მადლმა გაერთიანა ჩვენი ერი და ჩვენი ერი ახლოს არის აი ამ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს მრავალჯერადი მთელი სიცოცხლის განმავლობაში აი ეს ერთობა ქრისტეში, დედა ეკლესიაში აღსარებით და ზიარებით უნდა გაგრძელდეს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სულ უფრო და უფრო მალე განხორციელდება და ეს იქნება ერი, რომელიც გაუძლებს ყველა განსასწრელს და დაამარცხებს ყველა ცოდვას და ყველა ბოროტებას. ამას ქვია ივერიის გაბრწყინება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.